გამარჯობა. გამარჯობა, ნი როგორ ხარ? კარგად, მადლობთ. თავად როგორ ხართ? არა, მიშას კარგად, მადლობა. მე მინდა წარგიდგინოთ თამარ ბეჟანიშვილი, რომელიც არის ასევე დავით უდიანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად Case Western უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, UH რეგიონალური ჰოსპიტალების ვიცე-დირექტორი და შინაგანი მედიცინის რეზიდენტურის პროგრამ დირექტორი ოჰაიოში. ძალიან დიდი მადლობა თამარ, რომ დაკავებულ გრაფიკში დრო გამოგვიყავით და ჩვენს დისკუსიაში იღებთ მონაწილეობას, როგორც მოისმინე, ბევრი კითხვა, ალბათ საქმის კურსში ხარ, ისე როგორც თქვენთანაც ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა ვაქცინის გარშემო, COVID საწინააღმდეგო ვაქცინის გარშემო, ძალიან ბევრი თრუ ინფორმაციაც არის, დეზინფორმაციაც და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ თემის ირგვლივ გაგვეკეთებინა ესეთი ვებინარი და ძალიან დიდი მადლობა ესეთი ჩართულობისთვის. პირველ რიგში ალბათ უნდა დაგისვათ ის შეკითხვები, ჩვენ შევეცადეთ, რომ მოგვეგროვებინა შეკითხვები, რომელიც ყველაზე მეტად ისმის ხოლმე პაციენტების მართვასთან დაკავშირებით ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდგომ, ვინაიდან პირადად ხარ ჩართული ამ პროცესში, გადმოვა პირდაპირ შეკითხვით. პირველი შეკითხვა ასეთი გვაქვს, არსებობს თუ არა გარკვეული ლაბორატორიული ტესტების ჩატარების საჭიროება COVID საწინააღმდეგო ვაქცინაციის წინ. ეს შეკითხვა აქვთ როგორც მოსახლეობაში ადამიანებს, პაციენტებს, ასევე ექიმებს, ოჯახის ექიმებს, იმ ადამიანებს, ვისაც მიმართავენ შემდგომ ეს პაციენტები და ეკითხებიან, უნდა ჩაიტარონ თუ არა რაიმე სახის კვლევა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც კარგად მოგეხსენება, რომ ასეთი რაღაც რეგულარული გამოკვლევები ამბულატორიული არ ხდება ხოლმე, ადამიანები მაშინ მიმართავენ სამწუხაროდ ექიმს, როცა რაიმე აწუხებთ და მოკლედ ეს კითხვა არის ძალიან აქტუალური და ველით პასუხს. ხო, გაანი დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ესე იგი, ჩემი რჩევები იქნება მხოლოდ ჩვენი კონკრეტული ოჰაიო შტატის და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის რჩევები, არანაირად არ ჭკუის სწავლების სახით არ მიიღოთ ეს ყველაფერი და არ მინდა რომ ვინმე მიიღოს ესე. გიზიარებთ უბრალოდ იმას, რაც ჩვენთან კეთდება და როგორც ჩვენთან კეთდება ეს ყველაფერი. არანაირ ტესტირებას და არანაირ ლაბორატორიულ ანალიზებს ჩვენ პაციენტებს არ ვუკეთებთ COVID ვაქცინაციამდე. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძირითადად ეს პაციენტები არიან ჩვენი ოფისის პაციენტები, რომლებიც სამთვეში ერთხელ დადიან და რეგულარულად ნახულობენ ექიმებს, მაგრამ ისედაც ვინც არ დადის თავის ექიმთან რეგულარულად, იმასაც არანაირი კონკრეტული ანალიზები და გამოკვლევები არ ჭირდება COVID ვაქცინის წინ. დიდი მადლობა. შემდეგი კითხვა არის ქრონიკული დაავადების მართვის დროს გამოყენებული მედიკამენტების საჭიროებს თუ არა მკურნალობის კურსი მოდიფიკაციას. ძალიან ხშირად ისმის ეს შეკითხვა, ეს ეხება ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, განსაკუთრებით ბოლო დღეების მანძილზე, რატომღაც გააქტიურდა ბეტა-ბლოკერებთან დაკავშირებით ინფორმაცია და პაციენტები ძალიან შეშინებულები არიან გუშინ დამირეკა, გუშინ წინ ჩემმა მეგობარმა, რომელმაც მითხრა, რომ ერთ-ერთმა ექიმმა მოუხსნა ბეტა-ბლოკერი და მოციმციმე არითმია დაეწყო ამ ქალბატონს, ან ვაქცინაციის წინ გულისხმობ და ასეთი პაციენტი ბევრია. ბეტა-ბლოკერთან მიმართებაში იმის გამო, რომ შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსია და შემდგომ ადრენალინმა აღარ იმუშაოს ისე ეფექტურად, როგორც უნდა იმუშაოს, თქვა და რატომღაც არიან ადამიანები, რომლებიც თვითნებურად ხსნიან ამ მედიკამენტებს, ზოგჯერ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც ასეთი შეხედულება აქვს და თქვენ როგორ მართავთ? ასევე სტეროიდებს ეხება და ანტიჰისტამინურ საშუალებებსაც, რა თქმა უნდა. ყველა ის მედიკამენტი, რომელიც ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ დანიშნული. როგორ იქცევით ხოლმე ამასთან მიმართებაში? რაც შეეხება ანტიგიპერტენზიულ საშუალებებს და განსაკუთრებით ბეტა-ბლოკერებს, არავითარ შემთხვევაში ამის მოხსნა და შეჩერება არ შეიძლება. ეს ეხება გიპერტონიკ პაციენტებს და ასევე გულისუქმნისობიან პაციენტებს. არავითარ შემთხვევაში ეს პირიქით უჩვენება იქნება, რომ ბეტა-ბლოკერები მოახსნას პაციენტებს ამ შემთხვევაში. ხშირად ხდება პირიქით ტახიკარდიული რეაქცია მეორე დოზის შემდეგ. მოდერნაზე ქონია რამოდენიმე პაციენტი, ვისაც განუვითარდა ტახიკარდია მეორე დღეს და პირიქით ბეტა-ბლოკერი დამცველი იქნება მაგ შემთხვევაში.
ასევე რამოდენიმეჯერ მკითხეს ანტიკოაგულაციასთან შეხებაში, ანუ რას შვრებით, ხსნით თუ არა და მოდიფიკაციას აკეთებთ თუ არა, ასევე პასუხი არის არა. ძალიან ბევრი პაციენტი არის ხო? ქართველის მქონე პაციენტი იმყოფება ანტიკოაგულანტზე და რამდენად რეკომენდირებულია მისი ვაქცინაცია. აქ მოხსნაზე არ არის, მაგრამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ვაქცინაცია აუცილებელია, ანტიკოაგულანტის მოხსნა არ შეიძლება და ნამდვილად არ არის საჭირო. ეს არის ვარფარინის ჯგუფი თუ ახალი ანტიკოაგულანტები, ამის მნიშვნელობა არ აქვს რომელი, მოხსნა არ არის არანაირი და არანაირი მოდიფიკაცია საჭირო. მადლობა. თხოვნა მექნება დამსწრეებისთვის, რომ თუ შეიძლება მიკროფონები გამორთოთ. შემდეგი შეკითხვა არის, ამოწმებთ თუ არა ანტისხეულებს რუტინულად პაციენტებში, ვინც COVID-ი გადაიტანა, იმის გადასაწყვეტად ჩაიტარონ თუ არა მათ ვაქცინაცია, თუ გადადონ რუტინულად ანტისხეულების შემოწმება არ კეთდება, იმიტომ რომ ანტისხეულები, რომელიც COVID ინფიცირებული პაციენტების, ასე ვთქვათ, ნატურალური გზით გამომუშავდება, ის არ ფარავს ბევრი შტამს, რომელიც შემდგომში განვითარდა და ვაქცინა ზუსტადაც მთლიანად ფარავს ამას ყველაფერს და ბევრად უფრო დიდი ხანი გაჩერდება და დაიცავს ორგანიზმს. ამას რუტინულად უკაცრავად ქაბატონ თამარ ხმარისმის თქვენი ბოდის გიხდით მიკროფონიდან ჩართოთ. აბა, ახლა გესმით? დიახ, გვესმით. ხა, ესე იგი ვამბობდი იმას, რომ რუტინულად ანტისხეულების შემოწმება არ კეთდება, ვინაიდან ეს სხვანაირი ტიპის ანტისხეულები არის ნატურალური მექანიზმით გამომუშავებული და ის არ ფარავს ბევრ ახალ შტამს, რომელიც გამომუშავდა და COVID-მა შეცვალა და მუტაციები განიცადა, ხოლო ვაქცინა პირიქით გიცავს ყველანაირი ასეთი ახალი შტამებისგან. ამიტომ ანტისხეულებს არ ვამოწმებთ იმ პაციენტებს, ვისაც გადატანილი აქვს COVID ინფექცია, იმას ვეუბნებით, რომ 3 თვის განმავლობაში ვაქცინა არ გაიკეთონ, ხოლო შემდეგ 3 თვე როგორც კი გავა ინფიცირების პერიოდის მერე იკეთებენ ჩვეულებრივ ვაქცინას. ანტისხეულების შემოწმება არ კეთდება იმისთვის, რომ განსაზღვროთ გაუკეთოთ თუ არა პაციენტს ვაქცინა. გასაგებია. რა რეკომენდაციას აძლევთ თქვენს პაციენტებს, რომლებიც არიან ორსულად ან არიან მეძუძური დედები? ნაწილობრივ ვიდეო რგოლშიც იყო ამასთან დაკავშირებით პასუხი, მაგრამ თქვენც რომ გითხრათ. ბატონო, ძალიან კარგად ისაუბრა იმ ექიმმა, რომ მოვისმინა მისი კომენტარები და ზუსტად მაგას ვაკეთებთ ყველგან. ვურჩევთ ყველას რომ გაიკეთონ, ეს რა თქმა უნდა თვითონ პაციენტის გადასაწყვეტია და გინეკოლოგთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტონ თუ არის მაღალი რისკის მაგალითად ან რაღაცა სხვა პრობლემები არის ორსულობის დროს და ეშინიათ რომ არ გამოიწვიოს რაღაცა რეაქცია ორგანიზმზე, რა თქმა უნდა ეს თვითონ გინეკოლოგმა და იმ პაციენტმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ რჩევით ყველას ვურჩევთ რომ გაიკეთონ ვაქცინაცია. გასაგებია. რა რეკომენდაციას აძლევთ იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვს ზოგადად ალერგიის ისტორია, აკეთებთ თუ არა რაიმე სახის პრემედიკაციას ანტიჰისტამინური საშუალებებით? ძალიან კარგი შეკითხვა ეს, ამაზე სხვათა შორის ძალიან ბევრი დისკუსია მიდიოდა, რეკავდნენ პაციენტები და კითხულობდნენ, რომ აი მაგალითად გრიპის აცრაზე მაქვს ხოლმე რეაქცია ყოველთვის და ეხლა ეს გავიკეთო თუ არა, ან სხვა ტიპის რაღაც ალერგიული რეაქციები მაქვს. კონკრეტულად ახლა მე ინფექციონისტებსაც ვისაუბრე და სხვა სპეციალისტებთან არ არის ახლა ესეთი კონსენსუსი მიღებული თუ რა უნდა გააკეთოს ზუსტად ამ შემთხვევაში. რეკომენდაციას მე პირადად ვაძლევ პაციენტებს, რომ რამოდენიმე დღით ადრე ანტიჰისტამინები დაიწყოთ, მაგალითად 5 დღით ადრე აცრამდე შეიძლება კლარიტინი ან ალეგრა ან ზირტეკი რაღაცა მაგ ტიპის პრეპარატი მიიღონ. მეტი სხვა არაფერი და სხვათა შორის ამ ვაქცინაზე ბევრად უფრო ნაკლები ალერგიული რეაქცია არის, ვიდრე ჩვეულებრივ გრიპის ვაქცინაზე. იმაზე ბევრად უფრო ხშირად გვხვდება ალერგიული რეაქციები. ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ პაციენტებსაც, ვისაც გრიპის აცრას არ ვუკეთებთ ალერგიების გამო, მაგათ გაიკეთეს COVID-ის ვაქცინები და არანაირი პრობლემა არ ქონიათ. აქ ექიმი პარიხი საუბრობდა ზუსტად სტეროიდებთან დაკავშირებით, როდესაც თქვათ იმუნური პასუხი ესეთი მძლავრი არ არისო და ამიტომ არ დავიწყებდი, მაგრამ ვინც იღებს თქვათ სტეროიდებს, მასთან გრძელდება. თუმცა კიდევ მოვისმინე ერთი ესეთი ალტერნატიული მოსაზრება ანტიჰისტამინურებთან დაკავშირებით, რომ ჩემი შეკითხვა სწორედ რაღაც პროფესიიდან გამომდინარე იყო, რომ თუ ანესთეზიოლოგი
ის ანესთეზიის შემთხვევაში წინასწარ ვაკეთებთ პრემედიკაციას, დესენსიბილიზაციას, ასე ვთქვათ, ალერგიის ისტორიის მქონე პაციენტებში, რატომ არ შეიძლება რომ ამ შემთხვევაში გაკეთდეს და ესეთი პასუხი იყო არაერთგვაროვანი, ანუ ერთ შემთხვევაში ვთქვათ ისეთივე პასუხია, როგორც შენ გაგვეცია ახლა, მეორეს მხრივ იყო ასეთი მოსაზრება, რომ შესაძლებელია შენიღბოს ანაფილაქსიური რეაქცია და შემდგომში უკვე მოგვიანებით ანაფილაქსიას კონდეს ადგილი. ანუ თუ ანესთეზიის შემთხვევაში ჩვენ follow-ups კლინიკაშივე ვაგრძელებთ, ამ შემთხვევაში პაციენტები სახლში მიდიან და ძალიან მცირე პროცენტული შანსია, მაგრამ შესაძლებელია, რომ თქვათ მოგვიანებით განუვითარდეთ ეს ანაფილაქსიური რეაქცია. ამიტომ მე მგონი რაღაცა ისეთი აზრი ერთგვაროვანი მაინც ჩამოყალიბებული არ არის, ხომ? ამასთან დაკავშირებით არ არის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იმდენად ეხლა დაიწყო და არა გვაქვს ძალიან ბევრი მონაცემები. ახლა ფაქტიურად სულ რაღაცა 12 თვის განმავლობაში ხდება ამ ვაქცინაზე დაკვირვება. ეს ძალიან პატარა დრო არის ჯერ იმისთვის, რომ ზუსტად მივიღოთ გაიდლაინები და გადაწყვეტილებები თუ ნამდვილად როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. არის ერთი პაციენტი მყავდა, რომელსაც ჰქონდა მართლაც საშინელი ალერგიული რეაქციები აბსოლუტურად ყველაფერზე და რაღაც 10 წამალზე რეაქცია ჰქონდა და ისა. ის პაციენტი გაუშვა ალერგოლოგ იმუნოლოგთან, რომ იმასთან უბრალოდ კონსულტაციად გაევლო და არანაირი სხვა დანიშნულება არ მეუცია. უბრალოდ უთხრა გააგრძელებთ თქვენი კლარიტინი, რასაც სვავთ ისედაც და სინგულერი და მეტი არაფერი დამატებითი არ გაუკეთებია. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ზუსტად ექიმმა პარიფმას თქვა თუ რომელიმე კონკრეტულ ინგრედიენტზე, რომელიც ამ ვაქცინებში ამაზე აქვს ადამიანს ალერგიული რეაქცია, მხოლოდ ეს ითვლება უკუჩვენებად ვაქცინაციის როგორც მივხვდი. აქვე არის შეკითხვა ერდის კიბოს შემთხვევაში ანასტროზოლის არიმიდექსი, იგივე შეწყვეტა ვაქცინაციის წინ რამდენად მიზანშეწონილიაო? არ არის მიზანშეწონილი არანაირად, როგორც თქვი, მანამდე აბსოლუტურად ყველა პაციენტს უბრძოლდება ზუსტად ისეთივე მკურნალობა. ყავს ძალიან ბევრი ონკოლოგიური პაციენტი, რომელმაც პირველები იყვნენ ისინი, ვინც გაიკეთეს ეს აცრები, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ თვითონ ეს პაციენტები. ასევე ტრანსპლანტის მქონე პაციენტებმა გაიკეთეს ჩვეულებრივად ყველანაირი პრობლემის გარეშე და ისინიც აიცნენ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, სადაც ან ონკოლოგიურ დეპარტამენტს, ან ტრანსპლანტ დეპარტამენტს შეუწყვეტია და უთქვია, რომ არა, ეს პაციენტი არ უნდა გავუშვათ აცრას. მოგესალმებით, არსებობს თუ არა რევაქცინაციის რაიმე სახის უკუჩვენება? ანუ როგორც ხვდები, გულისხმობს მეორე დოზის უკუჩვენება. ასეთი შეკითხვა. მეორე დოზის უკუჩვენება, სხვადასხვა მანამდე ერთი კითხვა იყო კიდე, რაზეც მინდა პასუხი გაგცეთ. შერევა რაღაცა ორი სხვადასხვა ვაქცინის. ეგეც კარგი შეკითხვა იყო და მინდა რომ მაგაზე გიპასუხოთ, იმიტომ რომ ზუსტად მასეთი სიტუაცია ჰქონდა ერთ-ერთ პაციენტთან, მოდერნას პირველი დოზა რო გაიკეთა, მეორეზე ვერაფრით ვერ დავუნიშნეთ appointment-ი, იმიტომ რომ მოდერნის ახალი ბეჭი არ იყო შემოსული, ანუ რეალურად ფიზიკურად არ ჰქონდა მოდერნა. მერე დავიწყეთ გამოკვლევა იმისი, რომ შეიძლება თუ არა, მაგალითად Pfizer-ი გაუკეთოთ მეორე დოზად და არა მოდერნა. ყველა მთელი კონსილიუმი აქ ინფექციონისტები რო ჩავრთეთ, მაინც და მაინც გადაწყდა, რომ მაინც რომ ჯობია რომ ისე მოდერნა გაიკეთოს, შეიძლება რომ მოიცადოს 6 კვირა და არა 4 კვირა, რაც რეკომენდირებულია, მაგრამ ისევ ჯობია რომ მოდერნა გაიკეთოს, იმიტომ რომ ეს ვაქცინა მხოლოდ იგი Pfizer-ის სტადის რაც არის იმან თავისებურად გააკეთა და კონკრეტულად იმ ორ დოზაზე არის ლაპარაკი, მოდერნასია ორ დოზაზეა ლაპარაკი, ასევე AstraZeneca-ს თავისებურად აქვს ეს კვლევები ჩატარებული, ანუ შერევა ამ ვაქცინების და რაღაცა ესეთი ვარიანტების გაკეთება ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, ჯობია იგივე ტიპის ვაქცინა გაკეთდეს. და უკუჩვენება მეორე დოზას რაც შეეხება, არ ვიცი, ახლა შემთხვევებს ვიხსენებ, ყოფილა თუ არა, რომ მეორე დოზა არ გაუკეთებია პაციენტს რაღაცა ბიზნესების გამო და პრინციპში არა. ახლა თუ მაგალითად არ დაემართა რაღაცა სხვა ვირუსული ინფექცია, ან არა აქვს მაღალი სიცხე იმ პერიოდში, ან რაღაცა სხვა სერიოზული პრობლემა არ ხდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სხვა უკუჩვენება არ უნდა იყოს. ალბათ პირველ დოზასთან მიმართებაში იგივე თუ ისეთი მძიმე ალერგიული რეაქცია გამოიხატა, ისევ მივდივართ ამ პოლისორბატზე და პოლიეთილენ გლიკოლზე, ალბათ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ალერგოლოგ იმუნოლოგის მიერ და ის გადაწყვეტს უკვე.
გადაუდებს თუ არა. შემდეგი შეკითხვა ასეთი გვაქვს, ქალბატონი მარინა ბეჟუაშვილი, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასეთი კითხვა მოხდა. პაციენტი, რომელიც ამჟამად იტარებს ჰორმონოთერაპიას წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით, რაიმე განსაკუთრებულ მითითებას ხომ არ საჭიროებს. დარეგისტრირებულია Pfizer-ის ვაქცინაზე. ჰორმონოთერაპია ტარდება მე-5 წელია ზოლადექსით, დამატებით დაენიშნა კაზოდექსი, აქტიური ნივთიერება ბიკალუტამიდი. არ ვიცი, კონკრეტულად ისევ როგორც გითხარით, ზოგადად პაციენტებზე ჰორმონალური თერაპიით და ქიმიოთერაპიით რაც შეეხება, არ მქონია, ჩვენ არ მქონია შემთხვევა, სადაც ონკოლოგს უთქვამს, რომ არა, ვაქცინაცია არ შეიძლება ამ შემთხვევაში. ჩვენ ესეთი შემთხვევები არ მქონია. და ახლა კონკრეტულად ალბათ უფრო ონკოლოგთან კონსულტაცია იქნება საჭირო თუ თulis საჭიროდ რამის შეცვლას. ბატონი თორნიკე ჭაღალიძე, გამარჯობა, დღევანდელ ლექციასთან დაკავშირებით კითხვა მაქვს. ახალგაზრდა ასაკში AstraZeneca-ს პირველი დოზის გაკეთების შემდეგ გვირჩევ თუ არა მეორე დოზით აცრას, ანუ ახალგაზრდა ასაკში ერთს რომ გავიკეთებთ, მეორე გავიკეთოთ თუ არა, ან თუ შეიძლება მეორე დოზე Pfizer-ი გაკეთდეს, ეს ამაზე უკვე პასუხი გავეცით და ზოგადად რამდენად რეკომენდირებულია AstraZeneca ახალგაზრდა ასაკში. ძალიან ისეთი აქტუალური კითხვაა დღეს. ეგეც ხო ძალიან კარგი შეკითხვაა, მაგაზეც რამოდენიმე დღის წინ მკითხეს ზუსტად კითხვები დაისვა მაგასთან დაკავშირებით AstraZeneca-ზე. ახლა ჩვენ ბევრი ინფორმაცია AstraZeneca-ზე არ მიგვიღია, იმიტომ რომ აქ Moderna, Pfizer და Johnson & Johnson სამი არის შემოდანილი აქ ამერიკაში და ამას ვიყენებთ. AstraZeneca-ზე რამოდენიმე კვლევა წავიკითხე, სადაც უბრალოდ მაღალი რისკი იყო ახალგაზრდა ქალებში თრომბოზების. მაღალი რისკი და რამოდენიმე შემთხვევა იყო და ამის განხილვა მიდიოდა. სავარაუდოდ მე ესე მგონია მაგალითად რომ ესა რაღაცები ჩართულია. მე მგონი მიკროფონი ჩართულია. გესმის ანი? მე ისმის თამა. ისმის ხო? ხო და არ ვიცი ერთადერთი თეორია, რასაც მე ვფიქრობდი ახლა ჩემით რატო შეიძლება რომ ესეთი სიტუაცია იყოს, ერთადერთი მომაფიქრდა რომ შეიძლება რაღაცა ჰიპერკოაგულობილური სტეიტი არის და ვინაიდან იმის კონტრაცეპტივებს იღებს ბევრი ახალგაზრდა ქალი, ამათში შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს თრომბოზის და კოაგულაციის თვითონ ეს ფაქტორების რაოდენობა. ერთადერთი ახსნა ჩემში ახლა ეს დაზუსტებული ნამდვილად არსად არ არის და არ წერია რომ ეს ესია, მაგრამ ნუ რატო უნდა იყოს მაგალითად ქალებში 45 წელზე ქვემოთ, აი კონკრეტულად რაღაცა გარკვეული ჯგუფის ქალებში რატო უნდა იყოს. ანუ თუ არის ისეთი პაციენტი, რომელსაც ისედაც მაღალი რისკი აქვს blood clot-ების, ან ქონია გადატანილი, ან DVT ქონდა, ან P ქონდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ალბათ ჯობია რომ სხვა ტიპის გაიკეთოს და არა კონკრეტულად AstraZeneca. კი, აქვე არის შეკითხვა, ზუსტად კონტრაცეპტივების შეწყვეტა ხდება თუ არა AstraZeneca-ს ვაქცინაციისთვისო. ეგეც კარგი შეკითხვა არის, ზუსტად ანუ მაგ ლოგიკას რომ მივყვეთ და მაგალითად თეორიულად რომ ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ხომ არ იწვევს აი ამ რაღაცა clotting-ის პრობლემებს, მაშინ შეიძლება რომ მივიღოთ ესეთი გადაწყვეტილება, მაგალითად რომ კონტრაცეპტივები შევწყვეტოთ გარკვეული პერიოდის შემთხვევაში, გაჩნია ესევე რატო არის დანიშნული კონტრაცეპტივები და რა მიზეზით იღებს ეს პაციენტი ამას ყველაფერს, ახლა რისთვის დანიშნა და გინეკოლოგთან რა თქმა უნდა კონსულტაცია საჭირო იქნება, მაგრამ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ასეთი რამის გაკეთება. მამუკა მაჩაიძე, გამარჯობა, თუ ნახულობ დაგვიანებულ რეაქციებს RNA ვაქცინებზე 5-7 დღის შემდგომ აცრიდანო. სხვათა შორის ეხლა ამას წინათ მქონდა ძალიან საინტერესო შემთხვევა, ეს 3 კვირის შემდეგაც უგრძელდება რეაქცია. ამ იმაზე რა ქვია, ვაქცინაზე და ვერაფრით ვერ ახსენით, ეს არის მიოზიტი, მიოპათია თუ რა არის და რა გამოიწვია. ანუ ეს ვაქცინა ყველაში იწვევს გარკვეულ რაღაცა თავისებურ რეაქციას, როგორ უპასუხებს ორგანიზმზე, იმაზეა ძალიან იშვიათია ასეთი რეაქციები, მაგრამ ყოფილა. სეროტონინის რეაპტეიქის ინჰიბიტორის მიღებისას ხომ არ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება ვაქცინაციამდე? ირინა წირქოძე გვეკითხება. არა, არანაირი პრეპარატების შეწყვეტა ვაქცინაციამდე არ არის საჭირო. როგორ ვიქცევით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადგენილი თრომბოფილია?
ხო, აი მასივ პაციენტებში ალბათ კონკრეტულად AstraZeneca-ს შემთხვევაში ალბათ კარგი იქნებოდა ჰემატოლოგთან კონსულტაცია და უფრო რაღაცა დეტალურად გამოიკვლიოს რა შეიძლება ხო არ ჯობია რომ დაელოდოთ Pfizer-ის ვაქცინაციას ან შემდგომ დგომში რაც შემოვა ხო არ ჯობია მაგას დაელოდოთ. აი ესეთი შემთხვევები კონკრეტულად უკვე ჰემატოლოგთან უნდა განიხილოთ. რუსუდან წერეთელი თუ შეიძლება იქნებს სწორი ინფორმაცია მოგვაწოდოთ COVID-ის ვაქცინა მოქმედებს თუ არა განაყოფიერებაზე, ამის გამო ბევრი ახალგაზრდა უარს ამბობს აცრაზე. ნუ ამ კითხვასთან დაკავშირებით ვიდეო რგოლშიც ისეთი დეტალური პასუხი იყო და ალბათ ჩვენც იგივე უნდა ვუპასუხოთ. ხო, ანი რა არის, იცი ეს ზოგადად ერთი მომენტია და ზუსტად იმას ვიტყვი, რაც მანამდე თქვა ექიმა. პირველ რიგში ვართ შუა პანდემიის პერიოდში. ანუ ალტერნატივა ამისი ვაქცინის არის ან COVID ინფექციის დაგემართება და ეს ყველაფერი გაიწელება კიდევ ალბათ 1-5-7 წელი. ანუ იმაზე ფიქრი რომ იცი რა არის მე ახლა კონკრეტულად ახლა infertility-ზე არ მინდა არ ვლაპარაკობ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ამას სხვანაირად უყურებ. მაგალითად ფილერებთან დაკავშირებით გამეცინა მე რომ გავიგე რომ საქართველოში ატყდა რაღაც ამბავი ამ ფილერებთან შედარებით. აი ცოტა რაღაცა ისეთი მათ მიმაჩნია, არასერიოზულ განწყობად მიმაჩნია. ჩვენ ვებრძვით პანდემიას, მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ფილერები ცოტა რომ დაიცადოს ადამიანმა და 3 თვის განმავლობაში ფილერი არ იგივე 3 თვეც რომ დაგჭირდეს მაგალითად და რო გითხრან რომ 3 თვე ვერ გაიკეთებ ამ ფილერს. მე მგონი აბსოლუტურად შესაძლებელია რომ ამაზე უარი თქვა. და თან ვიცით რომ ეს რეაქციაც არ არის რაღაც სიცოცხლისთვის. ეს იყო რაღაცა ხუთი შემთხვევა რამდენი მილიონიდან მოდერნას, კონკრეტულად მოდერნაზე არის ლაპარაკი, სადაც იყო და ნუ რატო უნდა იყოს ეს ასეთი განხილვის თემა და რატო უნდა იყოს ვარდებოდეს ყველა ისტერიულ რაღაცა იმ განხილვის იმაში ეს არის და infertility-ს რაც შეეხება იმდენად ის არის ახალგაზრდა ვაქცინა ასე ვთქვათ ამდე long term რაღაცა data არ არსებობს რომ ვერ ვიტყვით ანამდვილებით რომ ვიცი რა არის 5 წელიწადში არ გამოიწვევს მაგალითად რაღაცას მაგას ჯერ ვერავინ ვერ იტყვის და ზუსტ 100%-იან გარანტიას იმისა რომ აი არაფერი არ მოხდება ვერავინ ვერ გააკეთებს, მაგრამ ყველა იკეთებს ახალგაზრდა აქ უკვე 16-ზე ზემოთ გაუშვეს ეს ვაქცინა ახალგაზრდა იმაში და აბსოლუტურად ყველა ჩემ გარშემო ვისაც ვიცნობ, ყველამ გაიკეთა უკვე და პირიქით ძალიან უხარიათ რომ ეს პროცესი ცოტა წინწაწიან, იმიტომ რომ უნდა დაუბრუნდნენ თავის ჩვეულებრივ. ალბათ ახლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ 100%-ით იმასაც ვერ ვეტყვით, ცოცხალი ვირუსით როდესაც დაინფიცირდა. რა თქმა უნდა. თქოში COVID-ით ანუ თუ ვაქცინას ვაყენებ ეჭვქვეშ ამ საკითხთან მიმართებაში ვირუსი მაშინ ბევრად უფრო მეტი რისკის მომცველი არის სავარაუდოდ ვიდრე ვაქცინა. აქვე შეკითხვა სიცივეზე ალერგიის მქონე ადამიანის აცრაზე რომ გითხრათო სიცივეზე ალერგიის მქონე მაგაზეც არ მე მგონი აქ ხარ ხო რაღაცა ინტერნეტმა გაჭრედა მე მგონი სიცივეზე ალერგიის მქონე ადამიანს არანაირი უკუთრენება არ აქვს ხო არა ეს მესმის კი ბატონო ისმის 10-დან რამდენ ხანშია შესაძლებელი მენჯბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების დაგეგმა მე თვითონ COVID ინფექციის მერე რეკომენდირებულია მინიმუმ ერთი თვე რომ მოიცადონ. ანუ სრული ვაქცინაციის შემდეგ, ალბათ, ერთი თვის შემდეგ უკვე შეიძლება რომ დაიგეგმოს ამ ოპერაციის ჩატარება. რა სიხშირით იცრებიან დაავადება გადატანილები რავადებზე აუცილებლობა არის თუ არა მათი აცრის ხალბატონი მალვინა ჯავახაძე მე მგონი ამას გავეცით პასუხი უკვე მანამდე შემდეგი შეკითხვა არის ანტისხეულებს ეხება ისევ რომელზეც უპასუხებთ რომ რუტინულად არ მოწმდება ანტისხეულები ასევე რეგულარულად მიციღებს წნევის მარეგულირებელს როგორ უნდა მოიქცნენ და ანალიზები საჭიროა თუ არა უპასუხეთ რომ აგრძელებენ ჩვეულებრივ პრეპარატების მიღებას და ანალიზები რაღაც განსაკუთრებული არ არის საჭირო AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებამდე რამდენი ხნით ადრე არ უნდა იყოს გამოყენებული ფილერი. აი ზუსტად იგივე კითხვა ფილერთან დაკავშირებით. ხო, ანუ რეკომენდაცია არის AstraZeneca-ზე არის ზოგადად
2 კვირით მოწდა, მე უფრო მეტხანს დავიცდიდი, მაგალითად 1 თვე შეიძლება რომ მოიცადო და არ გაიგებთ. აუტოიმუნური თირეოდიტი ხომ არ არის უკუჩვენება ვაქცინაციის, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ასევე. არანაირად. სხვადასხვა პერიოდია პირველ და მეორე დოზას შორის მოცემული. ოპტიმალური რამდენი კვირა? სავარაუდოდ ალბათ AstraZeneca-ს გulis ხმობენ, იმიტომ რომ 8-12 კვირა აქვს მოცემული და ოპტიმალური რამდენი კვირაო? შეკითხვის ავტორი კითხულობს. ნუ ალბათ ყოველთვის შუალედური აირჩიეთ 8-12 თუ არის, ალბათ 10 კვირა არის ყველაზე იდეალური. მოდერნაზე მაგალითად 4 კვირა არის, თუმცა 3 დღით ადრე უკვე შეიძლება გაკეთდეს და მერე კიდე 2 კვირის მერეც, ანუ 6 კვირამდე შეიძლება გადაწელოთ. Pfizer-ზეც ასევე რამოდენიმე დღით იქით და აქეთ შეიძლება რომ გაიწელოს ეს და ცოტა ადრე ან ცოტა გვიანი იყო. შეიძლება თუ არა ვაქცინის შემდეგ სწრაფი ტესტი იყოს დადებითი? კარგი შეკითხვაა ძალიან, არ ვიცი, მართალი რო გითხრათ, არ ვიცი. მაგაზე არ მიფიქრია სწრაფ ტესტზე საერთოდ და სხვადასხვა ყოველთვის იბადება ის კითხვა, რომ აი ვაქცინა ვინც ვაქცინირებული არის, იმას შეუძლია რომ გადაიტანოს ტარებელი იყოს, ანუ ამ ვირუსის და სხვას გადადოს და ჯერჯერობით ითვლება რომ კი, ანუ სანამ 60%-მდე იმუნიტეტი არ ავალთ, მაინც ამ პირბადების და რიღბების გაკეთება აუცილებელია, იმიტომ რომ შეიძლება შენ ატარებდე იგივე პაც ძალიან პატარა რაოდენობითაც რომ იყო მტარებელი, შეიძლება ვიღაცას გადადო და იმას უკვე დაემართოს COVID ინფექცია და არ ვიცი, შეიძლება PCR იყოს კიდევაც დადებითი. ნუ შესაძლებელია ინფიცირებულიც იყოს და ამის გამო იყოს. დადებითი იქამდე მივიდივართ, რომ შეიძლება დაინფიცირდეს და ძალიან ხშირად მესმის, რაც ვაქცინაცია დაიწყო, მას შემდეგ რომ ვაქცინა რო გაიკეთეს, აი ამოვისუნთქეთ, მოვდუნდით და ესეთი რეაქციები აქვს და სინამდვილეში შესაძლებელია დაინფიცირდნენ, ოღონდ უნდა ავუხსნათ ალბათ ხალხს, რომ იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, ძიმე ინფექციის განვითარებისგან და 100%-ით ინფიცირებისგან ამ ეტაპზე ვერ იცავს, იმიტომ რომ მოცვა ვაქცინით არ არის დიდი. შემდეგი შეკითხვა, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამო ჩატარებული ჯირკვლის სრული მოცილების შემდეგ თიროიდექტომია გაკეთებული როგორც ჩანს, თუ შეიძლება ვაქცინა ოპერაცია ჩატარდა 2 წლის წინო. კი, შეიძლება. ესე იგი, შემდეგი შეკითხვა არის, დამეტებით ჩაგეკითხებით ციცივეზე ალერგია აქვს, რომელიც ქრონიკულია. თუ ანტიჰისტამინს არ დალევს, სურდო და ცემინება თავს იჭენს. ანტიჰისტამინი კი ვიცით, რომ ჯობს არ დალიოს აცრის წინ. თუ ექნა ასეთი ალერგიული გამოვლინება, წამლის არ დალევის ფონზე მაინც გაიკეთოს აცრა. ანუ აი ძალიან ის არის, მოკლედ გაურკვევლობაში არის ხალხი და ზუსტად არის აქ გვინდა რომ შევიტანოთ. ახლა ეცი რა არის ანტიჰისტამინებს თუ სვავს და საჭიროა რომ ყოველდღე მიიღოს, ალბათ უნდა გააგრძელოს და მიიღოს თავის ანტიჰისტამინები და ისე რუტინულად არ არის საჭირო ანტიჰისტამინების დაწყება თუ არ სვავთ. მოგესალმებით, რამდენად ხშირია ლაქტაციის პერიოდში ვაქცინაცია? თქვენი პრაქტიკა ფრჩხილებში უწერიათ? აქ უკვე ძალიან მოიმატა თავიდან, რა თქმა უნდა, პირველი თვე ორსულებს და ლაქტაციის პერიოდში არ ვუკეთებდით, იმიტომ რომ რაღაცა ყველა აკვირდებოდა უფრო სხვა ჯგუფის ექიმებს აკვირდებოდნენ თავიდან და მე სხვა ჯგუფის. ეხლა უკვე რუტინულად ყველა მიდის აცრაზე. ასაკობრივი კრიტერიუმებით არის აქ ძირითადად ჯერჯერობით და უკვე 16 წელს ზემოთ ყველა იკეთებს. ნუ ვისაც უნდა რა თქმა უნდა იკეთებს. რამდენად ხშირია Pfizer-ის ვაქცინაზე ფაციალისი, რომელიც თავიდან ზუსტად იგივენაირი რეზონანსი მოყვა, რაც AstraZeneca-ს შემთხვევაში ახლა ამ თრომბოზებთან დაკავშირებით. ой, მართლა? ხო, ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ამასაც ესეთი რეაქცია ქონდა, რომ აი ახლა ყველას რაღაცა ფაციალისი ემართება. ყველას ანუ ბევრს ემართება და საშიშია ამის გაკეთება. არც ერთი შემთხვევა არ მქონია პრაქტიკაში, რაც რამდენ პაციენტს გაუკეთდა უკვე Pfizer-ის ვაქცინას, საერთოდ არანაირი მსგავსი ხო გეუბნები, ესე იგი 2 პაციენტი მყავდა, რომელსაც ხანგრძლივი რაღაცა ქრონიკული რეაქცია მისცა. ქრონიკული არ გარქვია ამას, მაგრამ გახანგრძლივებული რეაქცია მისცა ვაქცინაზე 3-4 კვირის მერე, რაღაცა კუნთების ტკივილი, სისუსტე, მასეთი მყავდა ზუსტად 2 პაციენტი, რომელსაც აი ძალიან ესე 3 კვირიანი, 4 კვირიანი რეაქცია მისცა, მაგრამ
ეს ძალიან იშვიათად არის და ფაციალისით არ მყოლია არც ერთი პაციენტი. აქვე დაუბრუნდები, იმიტომ რომ Zoom-შიც იწერება შეკითხვები. როგორ იგეგმება რევაქცინაცია თუ პირველი აცრის შემდგომ პაციენტი დაინფიცირდა COVID-ით? ესეც კარგი შეკითხვაა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო შეკითხვებისთვის. ალბათ თავიდან დაიწყება მთელი რევაქცინაცია, ეს ყველაფერი რომ მორჩება, იმიტომ რომ თუ დაინფიცირდა COVID-ით, მერე ვიცდით 3 თვე, ჩაითვლება რომ ეს პირველი ვაქცინაცია გაუქმებულია, იმიტომ რომ ის უკვე იმან არ გააკეთა მთლიანი სრული ვაქცინირება არ მოხდა და შემდეგი 3 თვის შემდეგ დავიწყებთ თავიდან ვაქცინაციას. Ani Ჭიპაშვილი გვწერს, კარდიოლოგი მე ვიტესტები რუტინულად და ვაქცინაციის შემდეგაც რჩები ნეგატიურია. სხვათა შორის მეც ასე ვარ, ვაქცინაციის შემდეგ ნეგატიურია. ანუ ესე იგი პასუხი გვაქვს, რომ ტესტს პოზიტიურს არ ქნეს. კვლევა ან მოსაზრება რამდენი ხნით იცავს ვაქცინაცია, ანუ ყოველ წელს იქნება თუ არა საჭირო ვაქცინაციის ჩატარება. აი, რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა ახალი კვლევა უკვე, რომელმაც აჩვენა, რომ Pfizer-ი 13 თვის განმავლობაში არის იცავს ორგანიზმს, ანუ ეს უკვე ძალიან კარგი შედეგი არის. იმედია, რომ ყოველ წელს არ დაგჭირდება ამის გაკეთება, მაგრამ თუ შეიცვალა ძალიან, ანუ ეხლა მთელი აზრი არის, რომ მთელ მსოფლიოში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ვაქცინირება, რომ ვერ მოასწროს ამ ვირუსმა მუტაცია. თუ მოასწრო და ახალი შტამები შემოვიდა და შეძლო ის იმდენად მუტირება გააკეთდეს, რომ ის ვაქცინა აღარ მოქმედებს, მაშინ შესაძლებელია, რომ წელიწადში ერთხელ დაგჭირდეს რაღაცა ბუსტერით გაკეთება ამისი. იმედია, რომ არ დაგჭირდება. როგორია თქვენს კლინიკაში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია? მაინტერესებს, ვინაიდან ჩვენთან შედარებით მძიმედ მიდის ეს პროცესი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შტატებში თავიდან არ იყო დიდი აქტივობა და ვიყოთ იმედიანადო. თუ არაო? შტატებში ძალიან დიდი აქტიურობა იყო თავიდან. ესე იგი, როგორც კი გამოაცხადეს, რომ არის მოდერნა ვაქცინა, ჩაეწერა თითქმის 80% ჩვენი ჰოსპიტალის პერსონალის მაშინვე. იყო რა თქმა უნდა რამოდენიმე ჩვენი ახლა ჩვენ ოფისში მაგალითად ერთ ასისტენტი ეხლაც არ აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ არ ჯერა და გონია რომ ის ჩიპები და რაღაცები ჩდება და ასე შემდეგ ეს მთელი თეორიები, მაგრამ უმეტესობა ანუ ჩვენ არ ვართ გამონაკლისი და ალბათ არა, ეს მე ზოგადად ცირკულირებს ეს რაღაცა იდეა პაციენტებსაც უკითხეთ, მე რატო გაიკეთე ну მე ვთხარი აი რა უნდა მიყოს იმ ჩიპმა, კარგი, ისედაც მაკონტროლებენ, ისედაც იციან რას ვაკეთებ, სადვან მეტი რა შეიძლება რომ გააკეთო და იმას ხო. ცოტა რაღაცა ისეთი მომენტია, რომ ახლა ჩიპი, ხო კარგი, ჩავისვით ჩიპი და ну მე მარტივად გავკონტროლდები. გამარჯობა, ანტიაგრეგანტებზე და სტენტირებულ პაციენტებზე თუ არის რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია? არა, განსაკუთრებული არანაირი რეკომენდაცია არ არის, ისევ და ისევ ჩვეულებრივად ეწერებიან და იკეთებენ ვაქცინას. ლიმფოციტური ლეიკემიის დროს თუ შეიძლება Pfizer-ით აცრა, 17 წელია, რაც პაციენტს აქვს ეს დიაგნოზი დასმული როგორც მივხვდი და 88 წლის ასაკშია. აი ამ სხვა ზუსტად მასეთი პაციენტი მყავდა, ისიც სადღაც 80 წლის ასაკის პაციენტი, ზუსტად Pfizer-ი გაუკეთდა, იმიტომ რეკომენდაცია მისცა ონკოლოგმა, რომ Pfizer-ი გაუკეთდეს და ზუსტად მაგ პაციენტს მისცა რაღაცა ეს გახანგრძლივებული რეაქცია 3 კვირიანი, 4 კვირიანი, მაგრამ ისიც მე გადაუარა ამან ყველაფერმა და მშვენივრად ნორმალურად იყო ბოლოს რომ ნახე ოფისში. ანუ კი შეიძლება. აცრის მერე გულს დააკვირდით გართულება არ გაგეპარეთო, გულში მთელი ლექცია წაგვიკითხესო, რომ 2 კვირის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს გართულებაო და მე ოდნავ ჩხლეტდა გული 1 კვირის მერე. მართალია თუ არა ეს ინფორმაცია, რომ 2 კვირის მერე შესაძლებელია რაღაცა დაემართოს კონკრეტულად რა გართულებებზე არის ლაპარაკი? აი გულს დააკვირდითო და გულთან დაკავშირებით არა კონკრეტებად რა გართულებებზე. აი ხო გეუბნები ახლა რაც ყველაზე ხშირი რეაქცია მეორე დოზა მოდერნაზე რაც ქონდა ყველას ეს იყო ტახიკარდიები. ეს გრძელდებოდა ზუსტად 24-დან 48 საათამდე. მეტი არაფერი, არავის არ დამართნი, არც მიოკარდიტი, არც სხვა ტიპის რაღაცა გულის გართულებები. ყოველ შემთხვევაში უკვე 3 თვეა რაც დავიწყეთ ჩვენ ვაქცინაცია და ერთი შემთხვევა არ ქონია გართულებების ამ ხრივ.
მოგესალმებით, რაიმე განსაკუთრებული მიდგომა ხომ არ არის ადრე არასდროს ვაქცინირებულ პირებთან, ანუ არასოდეს ცხოვრების მანძილზე არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, პლუს ასეთ პირთან ანამნეზში არსებული იდიოპათიური ურტიკარის იშვიათი ეპიზოდები არისო. რაიმე განსაკუთრებული მიდგომა არ ვიცი. არ ვიცი განსაკუთრებული მიდგომა, ისევ და ისევ ალერგოლოგ იმუნოლოგს უნდა დაელაპარაკოთ ალბათ და განიხილოთ რა ტიპის პრეპარატები იქნება სასურველი რომ მიიღოს ამ ასეთმა პაციენტმა და რა იყო? ხო, ზუსტად ნამდვილად რომ დადგინდეს. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია მცირე ასაკობრივ ჯგუფებში როდის იწყება თქვენთან ვაქცინაცია? სავარაუდოდ 2000 მოდერნა იწყებს ახლა რაღაცეების უკვე კვლევებს, იმიტომ რომ ძალიან კარგი შედეგებია ჩვენა ზოგადად სხვა ასაკოვან ჯგუფებში და სავარაუდოდ 2022-დან მე ესე მგონია ჩემი ვარაუდით, ჯერ კონკრეტულად არაფერი ამაზე ლაპარაკი არ არის ზუსტად. 2 თვის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი რამდენ ხანში შეიძლება ვაქცინაცია? ამაზეც არ ყოფილა კონკრეტული რაღაც მყოლია პაციენტები, ვისაც სტენტიც ჩაუსვეს, მაგალითად დეკემბერში და მე აიცა თებერვალში. ანუ ესე რომ გითხრა რაღაცა კონკრეტულად კარდიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ინფარქტის მერე არ გაიკეთოს ეს ვაქცინა, მასეთი არ ყოლია ჩვენ შემთხვევაში. ანამნეზში თრომბოემბოლია ალბათ უკუჩვენება AstraZeneca-ით ვაქცინაციისთვის, ასეთი ალბათ ისე და ისე თეორიულ დონეზე. არჩევანი არსებობს, შეიძლება რომ სხვა ჩაატაროთ, კი ბატონო, ალბათ ესე, მაგრამ ესეც მხოლოდ თეორიულ დონეზე, იმიტომ რომ კონკრეტულად ჯერ დადგენილი არ არის რა მექანიზმია და რადგან აქვს საკმარის ინფორმაციას და გადაჭრით ვერ უპასუხებთ, რომ არა არის წვევ თქვა და ან კავშირში არ არის. რა თქმა უნდა. ფირფლის ქრონიკული უკმარისობა ხომ არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება. და ასევე აქვე B ჰეპატიტის მატარებელს შეუძლია თუ არა ვაქცინის გაკეთება. აბსოლუტურად ყველას შეუძლია გაკეთება და ფილტვის უკმარისობიან პაციენტებს მით უმეტეს საჭიროა ვაქცინის გაკეთება, ისევ და ისევ, იმიტომ რომ მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. დედიმერის მაჩვენებელია 2.0, Pfizer-ით აცრის უკუჩვენება ხომ არ არისო? ალბათ თავის ექიმსაც უნდა გაესაუბრო. კი, რა თქმა უნდა, რატო გაკეთდა ეს დიდაინერისთვის, რატო აქვს ეს, რა თქმა უნდა, ეს უკვე ყველაფერი კონკრეტულად იმ ექიმმა უნდა განიხილოს, რატო გაკეთდა და პაციენტი 74 წლის მოციმციმე არითმის და გულის ისემიური დაავადების გამო მუდმივად იღებს ანტიკოაგულანტს. თრომბოციტები აქვს ნორმის ქვედა ზღვის ქვემოთ. ეს ფაქტი არის თუ არა ვაქცინაციის უკუჩვენება. არა, ესეც არ არის უკუჩვენება. ძალიან დიდი მადლობა თამარ, მე მგონი გავედით ბოლოში აქაც შევხედა უბრალოდ Zoom-ში არ გქონდეს რაიმე პირველი დოზის შემდეგ თუ არის ურგენტული ქირურგია საჭირო. ანუ რას გულისხმობენ, ვერ მივხვდი აღარ. ნუ რამე მწვავე შემთხვევა თუ მოხდა და გაკეთებული აქვს პირველი დოზა. ნუ თუ მწვავე ურგენტული შემთხვევა, იმას ვერ გადადებ ვერანაირად. ანუ შესაბამისად. ხო, შესაბამისად ურგენტული ის უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა საჭიროა რომ ჩატარდეს. მე მგონი მეტი შეკითხვა იმუნოსუპრესიულ პაციენტში როგორია ვაქცინაციის რეკომენდაციაო? უმეტეს შემთხვევაში ისევ და ისევ ამ იმუნოსუპრესიის რის გამოტარდება, ეს უნდა განიხილოთ რევმატოლოგთან, რატო ხდება, არ წვეთ ხოლმე ეს კონკრეტულად პაციენტები, ვინც არიან მაგალითად პრედნიზოლონზე, განვიხილავთ ამას რევმატოლოგთან და შეიძლება თუ არა შევწყვეტოთ რაღაცა პერიოდით, რომ მივცეთ ეს ვაქცინა. თუ რევმატოლოგმა დაგვთა ნება და თქვა, რომ კი, მოდი, ახლა რამოდენიმე კვირით ეს შევწყვეტოთ და გავაკეთოთ, კი ბატონო, თუ არა, ვაგრძელებთ ყველაფერს ისევე როგორც იყო. ურმესი მადლობა თამარ, ძალიან დიდი მადლობა. ვერც კი წარმოიდგენთ რამ ხელა საქმე ვაკეთე ახლა ჩვენთვის და ვფიქრობ, რომ მომავალშიც გვექნება ასეთი ჩართვები თუ მოიცლი ჩვენთვის რა თქმა უნდა. მადლობებს გიწერენ აქვე. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველა ადამიანს, ვინც შეკითხვა გამოგზავნა. თუ კიდევ იქნება შეკითხვები, მე შევეცდებით თამარს გადავუგზავნოთ და უკვე წერილობითად
გაგცეთ პასუხი. აქვე დავაანონსებ ამ კვირაში, რომ 7 აპრილს ნინო ბალანჩივაძის ვებინარი გვექნება, რომელიც არის ასევე სტარტებში ჰემატოლოგი, ონკოლოგი, ვაქცინით გამოწვეული პროთრომბოზული იმუნური თრომბოციტოპენიის შესახებ და ამასთან დაკავშირებით ნინო წარგვიდგება მოხსენებით და უკვე 10 აპრილს სტუმრად გვეყოლება ალექსანდრე ესაძე, რომელიც მუშაობს Pfizer-ში ვაქცინების დეპარტამენტში, არის მკვლევარი და მე ვფიქრობ, მასთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ თავად არის ჩაბმული უშუალოდ ვაქცინის შექმნის და წარმოების პროცესში. ამიტომ ეს კვირა ძალიან დატვირთული გვექნება ამ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი შეკითხვა გროვდება და ჩვენც როგორც ექიმებს არ აქვს მნიშვნელობა რომელ პროფესიაში ვართ, ხშირად გვისვამენ კითხვებს, რომელთან დაკავშირებითაც მე თქვენ გეკითხებით, ვისაც უფრო ბევრად მეტი გამოცდილება აქვს, რა თქმა უნდა და უკვე კლინიკურ პრაქტიკაში გაქვთ ეს შემთხვევები, აკვირდებით და შეგიძლიათ უფრო მეტი დაზუსტებული ინფორმაცია მოგვაწოდოთ ამასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის წარმართვაში. რომ ქონდა სამწუხაროდ ისეთი მომენტები, რამაც შეაფერხა ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ შეკითხვაც შესაბამისად ბუნებრივია, რომ ბევრია. მე მგონი ამით დავასრულოთ. ყველა მადლობას გიხდით თამარ და დიდი მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ აიცერით თქვენც ასევე. მადლობანი. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის. საფო მე მგონი შეგვიძლია დავასრულოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს და ყველა დამწრე საზოგადოებას. ეხლა შეგვიძლია დაგვემშვიდობოთ ნამდვილად აქტუალური თემაა და გამოვლინდა თუ რამდენად საჭირო რომ გაგრძელდეს ამის შესახებ დისკუსია. აქვე და კიდევ შემოვიდა კითხვები და თან უნდა ვთხოვთ რომ პასუხი გასცეს შემდეგ უკვე ამ კითხვებს. მადლობა გემშვიდობებით. ნახვამდის დროებით. ეგება ჩვენ ქვეყანაში და ჩვენთან ეს AstraZeneca ძალიან აქტუალური. ეგება AstraZeneca-ს კვლევარების და ვისაც დიდი გამოცდილება აქვს AstraZeneca-ში, ესენიც მოძებნონ ეგეთი აქ. ვეცდებით ძალიან. დიდი იმედი გვაქვს მაგის, იმიტომ რომ ბევრი კითხვა იმ AstraZeneca-ზე, ხო ხედავთ რა ძნელად რა თქმა უნდა. იქნება სამედიცინო პერსონალი იქნება ძალიან ცუდად და მეთანხმებით ქალბატონოლია. აუცილებლად ვეცდებით ვიპოვეთ აი Pfizer-ში ქართველი ძალიან საინტერესო მკვლევარია და მე ვფიქრობ საინტერესო იქნება შეხვედრა მასთან და ძალიან ვეცდებით რომ AstraZeneca-სთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანის ვიპოვოთ ისეთი ვინც შეძლებს რომ ჩვენს კითხვებს მეტად გასცეს პასუხები რა თქმა უნდა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დროებით. ნახვამდის.